Მნიშვნელოვანია, რომ რაღაც მომენტებში ვიყოთ ცევდიანები, რომ პირობითად დანაკარგი გამოვიგლოვოთ, ხო? არის ხოლმე ესეც, რომ ბავშვია რა უნდა გაიგოს, გაიგებს თუ შესაბამისად გავუტოლდებით, მის ასაკში წარმოვიდგენთ თავს და თანასწორივით დაველაპარაკებით. შანსი არ არის, რომ ემოცია არ შეგეტყოს. თავარია, რამდენად დაკვირვებული ვარ მე და რამდენად ვიცი იმ მომენტში რა ემოციას გამახატავ. წამის მიასედით იყოს ეს ემოცია, მაგრამ მაინც გადაგივლის აი სახეზე. კი, ანუ მიკრომიმიკები ქვია მაგას. აფექტი ხანდახან ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, იმიტომ რომ აფექტურად რაღაც შეიძლება ისეთი ემოცია წამოვიდეს, რაც რაღაცა სასიამოვნო სანახავია, ხო, გაგვიხარდეს უცბად რაღაცა, ან სურვილი წამოვიდეს ესეთი პირობითად, ხატვარს კონდეს უცბად აფექტური სურვილი, რომ შექმნას ულამაზეს ნახატი და საერთოდ არა აფექტი ცუდია უარყოფით. ემოციის გამოხატვაც შესაძლოა იყოს დასწავლილი ბავშვობიდან, რა თქმა უნდა, ვერ გავექცევით რა, ესე რომ ვთქვათ, რაღაცეებში და ბევრ რამეში ბავშვობის დროინდელ ბავშვობას ვერ გავექცევით. მოგესალმებით, თქვენ უყურებთ პოდკასტს, ასი ფსიქოლოგიური ტერმინი, რომელსაც წარმოგიდგენთ ფასკუნჯი ფსიქოლოგიის სივრცე. მე მისი წამყვანი ფსიქოლოგი მარიამ ნოზაძე ვარ. დღეს ჩემთან ერთად სტუმრად არის ანა დარახველიძე, კლინიკური ფსიქოლოგი და ფსიქოლოგიური სკოლა ანიმოტერმის დამფუძნებელი. ანა, მოგესალმები და მადლობა, რომ გამონახეთ, რომ ჩვენთან მოსასვლელად. მადლობა დაპატიჟებისთვის, ძალიან დიდი მადლობა. მოკლედ მე ვიტყვი მოდი რა თემა ვარჩიეთ. წაგართი სიტყვა. ჩვენ დღეს ვისაუბრეთ ემოციებზე. კი ბატონო. განვავრცობთ ამ თემას მაქსიმალურად პრაქტიკულად და ასე ვთქვათ მაყურებლისთვის გასაგებიენით. ამას იმიტომ ვიძახი, რომ შევეცდებით პროფესიული ტერმინები ნაკლებად გამოვიყენოთ და უფრო რაღაცნაირი ყოველდღიურობას მოვარგოთ ეს თემა. იმიტომ რომ საკმაოდ საინტერესო თემა არის დღესდღეობით და მნიშვნელოვანი და რაც ყველას გვეხება. კი, ხანდახან ისეთი განცდაა ხოლმე, რომ ძირითადად აი ბავშვებზე აკეთებენ აქცენტს, რომ აი ემოციურია, ემოციების მართვა უჭირს, ბრას ვერ აკონტროლებს და გავიწყდება, რომ დასრულებსაც გვაქვს ეს გამოწვევა. და ჩვენ ვეცდებით, რომ რა თქმა უნდა, ყველა ემოცია შეიძლება ვერ შევეხოთ, მაგრამ მაინც რამდენიმე მთავარ ემოციაზე ვისაუბრებთ და ვეცდებით, რომ ყოველდღიური ცხოვრების მაგალითებზე დაყრდნობით უფრო მარტივი რო იყოს და გამოსადეგი მაყურებლისთვის განვიხილოთ ესა თუ ის ემოცია. ხო, ყველა ემოციას ფიზიკურად ვერ შევეხებით, რამდენიმე ათეული არსებობს და კულტურისა და ქვეყნის მიხედვით განსხვავდება ზოგიერთი მათგანი, მაგრამ არსებობს რამდენიმე ძირითადი ემოცია, რომელსაც დღეს განვიხილავთ. და რატო ქვია ძირითადი, მაგაზეც ვისაუბრებთ. ესეც საინტერესო იქნება მაყურებლისთვის. მოკლედ მოდი ავღწევოთ და განმარტოთ რა არის ემოცია, ხო? ზოგადად ჩვენ გარემოსთან კონტაქტობთ, გვაქვს კომუნიკაცია ყოველდღიურობაში. და ემოცია არის ერთ-ერთი საშუალება, რითიც ჩვენს გარშემო რეალობასთან კონტაქტობთ. ეს არის ჩვენი გონებისა და სხეულის სიგნალი კონკრეტულ სიტუაციაში, რომელშიც ვიმყოფებით, ხო? ეს არის და ეს. კი. ალბათ ხშირად გაგიგიათ, რომ რაღაცნაირად ყოფენ ხოლმე ემოციებს, კარგი ემოცია და ცუდი ემოცია. ნეგატიური და პოზიტიური. ნუ იცი რა არ ყოფთ ესე არანაირად. საერთოდ კი, არ არის საჭირო რომ დაიყოს, იმიტომ რომ ძირითადად ნეგატიურ ემოციებში გადის ხოლმე ბრაზი, სევდა, შიში, პოზიტიურში სიხარული და პოზიტიური გავაცევა, მაგრამ არ იყოფა ესე რეალურად, იმიტომ რომ ყველა ემოცია არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენთვის გამოსადეგი და გვასწავლის გარემოსთან ადაპტაციას, ხო? მაგალითად, შიში გაქცევას გვაიძულებს, როდესაც საჭიროა. სევდა დანაკარგის განცდასთან შეგუებას გვასწავლის, ხო? ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რაღაც მომენტებში ვიყოთ სევდიანები, რომ პირობითად დანაკარგი გამოვიგლოვოთ, ხო? ასევე ბრაზი პირადი სივრცის დაცვას მაგალითად გვასწავლის და ასე შემდეგ. როგორც უკვე ვთქვი, ეს არის რაღაცნაირი იმპულსი, მომენტი, როდესაც შენ რეაგირებ გარემოზე და რეაგირებ როგორ? სხვადასხვა, ასე ვთქვათ, დონით. სამ დონეს გამოყოფენ ხოლმე. ეს შეიძლება იყოს სხეულებრივი, ემოციას თან ახლავს, როგორც უკვე ვიცით. სხეულებრივი მომენტები, გულის აჩქარება, ხელების გაყინვა, ოფლიანობა, პირის სიმშრალე და ასე შემდეგ. ეს არის კოგნიტური, როდესაც ჩვენ ვიაზრებთ, ასე ვთქვათ, რომ ეს კარგია ჩემთვის ეს სიტუაცია, ან პირიქით ძალიან ცუდია, საშიშია, უნდა გავიქცე და ასე შემდეგ და მესამე არის ქცევითი. როდესაც ჩვენ მოქმედებთ უკვე ამ სიტუაციაში, ხო? როგორც თქვი, გაორბივართ, ქცევაში შედის,
მე შევიყვან მოდი მიმიკებიც, სახის მიმიკები, გამომეტყოლებები, ანუ ვეხუტებით ადამიანს და ასე შემდეგ. ასე ყოფენ ხოლმე ძირითადად. ჩვენ ვახსენეთ ძირითადი ემოციები და რატო ეხა რეალურად ეს ემოციები ძირითადი, ცოტა ისე რას ქვია ძირითადი შეიძლება. კი, ვიღაც შეიძლება მოგვიდევსოთ თქვას, რომ ინდივიდუალურია და შენთვის თუ ეს არის ძირითადი, ჩემთვის საერთოდ არ არის ეს და უნივერსალური ესეც არის, მაგრამ ნუ თქვათ შეიძლება საბაზისო ამაზეც გამოგვეკიდე. ამაზეც მოგვეტავებია. ხო, ნუ ძირითადი შეიძლება ჩემთვის იყოს, შენთვის არა ხო, ესეც შეიძლება თქვას ასევე დასოს კითხვა, რომ ძირითადი რას ქვია? ანუ მე შეიძლება 8 ემოცია ვიგრძნო და ანჩენი არა? არა, ეგრე არა, როგორც თქვი, ადამიანებს შესწევთ უნარი, რომ ყველა ის ემოცია იგრძნონ. რაც დღესდღეობით ჩვენ ვიცით და რაღაც ვერბალიზება არის მომხდარი ამ ემოციების. ანუ იყო ესეთი ავტორი, ფსიქოლოგი მეცნიერი ამერიკელი, პოლ ეკმანი, რომელიც ერთ-ერთი ასე ვთქვათ, ფსიქოლოგთაგანი იყო, რომელიც იკვლევდა ემოციებს. და მან ჯერ მოდი ჩარლზ დარვინზე ვიტყვი, ანუ დარვინი იყო ერთ-ერთი პიონერი, რომელმაც ზოგადად ემოციებზე ისაუბრა, ანუ ჩვენ დარვინის ევოლუციური თეორიის მამად ვიცნობთ და გვიჭირს შეიძლება ემოციებთან დაკავშირება, თუმცა მან მე-19 საუკუნეში გამოსცა ნაშრომი, სადაც ემოციებზე საუბრობდა და პირველი მან თქვა, რომ არსებობს უნივერსალური ემოციები, რომლებსაც ყველა ადამიანი კულტურის და ქვეყნის და კონტექსტის მიუხედავად ერთნაირად გამოხატავთ გარკვეულწილად. შემდეგ ეს ერთ-ერთი ავტორი იყო მარტო პოლ ეკმანს, რა თქმა უნდა, არ აქვს ამაზე ნასაუბრები, უბრალოდ მე დღეს აქცენტს მასზე გავაკეთებ, ვიქნებ მიკერძოებული. კი და სხვათა შორის ეს უფრო კარგი იქნება, იმიტომ რომ მრავალი თეორია არსებობს და უფრო დამაბნევებელიც რო არ იყოს და დროც არ გვაქვს, ანუ პოდკასტსაც ხალხ თავის განსაზღვრული დრო აქვს და ყველას რო არ მივიდოთ, ვიყოთ ესეთ თანმიმდევრულები და ამ მიმართულებით შეგვიძლია განვიხილოთ და თუ საჭირო გახდება სხვადასხვა რაღაცები თანართები ძირითადად თანხმდებიან ამ ეტაპზე ფსიქოლოგები, ამიტომ ხო ეკმანი რაღაც განსაკუთრებულ ისეთ რაღაც მიუღებელს ან რადიკალურად განსხვავებულს არ ამბობს და პოლ ეკმანი სწავლობდა სახის გამომეტყოლებებს, მიმიკებს, როდესაც გარკვეულ ემოციას გრძნობთ, რა გამომეტყოლებები გვაქვს და რა მიმიკები, ხო? და ანუ რაღაცა მიკრო ის ამბობდა, რომ შანსი არ არის, რომ ემოცია არ შეგეტყოს. თავარია, რამდენად დაკვირვებული ვარ მე და რამდენად ვიცი იმ მომენტში რა ემოციას გამახატავ. წამის მიასედით იყოს ეს ემოცია, მაგრამ მაინც გადაგივლის აი სახეზე. კი, ანუ მიკრომიმიკები ქვია მაგას და ამას სწავლობდა და მაშინ თქვა, რომ მანაც დარვინისავით თქვა, რომ არსებობს უნივერსალური ემოციები, რომლებიც კულტურულად და ინდივიდუალურად არ განსხვავდება დიდად. ანუ ყველა ადამიანი, ანუ რაღაც რეგიონის, კულტურის, ქვეყნის მიუხედავად ერთნაირად გამოხატავთ. და მან თქვა ზუსტად, რომ არსებობს რამდენიმე ძირითადი ემოცია, თუ რომელიმე დამოვიწყდება გამახსენე, ეს არის სიხარული, შიში, სევდა, ბრაზი, ზიზღი, გაოცება და ასე შემდეგ. ეს ძირითადი ემოციები თქვა, ხო, რომ ამ ძირითადი ემოციებზე მაგიტო დაარქვეს ეს ძირითადი ემოციები, რომ ეს ითქვა, რომ არის რაღაცა უნივერსალური. თუმცა როგორც უკვე ვახსენე, ანუ რაღაცა 50-მდე ემოციაში, ანუ სპექტრი თუ გავშლით და მე თქვენ აუცილებლად გამოგიგზავნით ილუსტრაციას, რომ მიხვდეთ როგორ იშლება ეს ემოციები. და ჩავსვათ სადმე, ანუ შეიძლება კომენტარებში დავდოთ და ნახოთ, ახსაქმელად იყოს რამდენად მრავალფეროვანია. მეტიც ახლა არსებობს ქვეყნები და კულტურა, სადაც არსებობს ესეთი ემოციები, რომელიც ჩვენთან არ არის რა ესე. პირობითად ჩინეთში არის ისეთი ემოცია, რომელსაც საყვარელი ადამიანის მიმართ გრძნობ, ოღონდ სახელს ვერ ვიტყვი, მოდი ისეთი სახელია. საყვარელი ადამიანის მიმართ გრძნობ, რომელიც შენზე ზრუნავს. მარტო ამ დროს შეგიძლია თქვა, რომ ის ზრუნვის მადლიერებას გამოხატავს გარკვეულწილად და ესე ძალიან ბევრი ემოციაა, თუმცა როგორც უკვე ვახსენე, ძირითად ემოციებზე ამაზე ვთანხმდებით ხოლმე. ხო, ეხლა ისეთი ძირითადი ემოციები ვახსენე, ამის განმარტება დიდად მე მგონი არ ღირს, იმიტომ რომ ვიცით, რომ კონტექსტურად სხვადასხვა ემოციას, სხვადასხვა სიტუაციაში გამოხატავთ, უბრალოდ იმას ვიტყვი, რომ ეს უნივერსალური გამოხატულება ცოტა პირობითია რა. ამას აუცილებლად გაუსვამ ხალხს, იმიტომ რომ ჩემთვის ბრაზის დროს შეიძლება ჩემი გამოხატვა ემოციის იყოს ტირილი და შენთვის არ იყოს. კი, ვიღაცისთვის მაგიდის ატრიალება იყოს მაგალითად და დიფუზიურად გამოუშვას ეს. ვიღაცისთვის იყოს სრული სიჩუმე.
ვიღაცისთვის იყოს სიცილიც კი. ამიტომ შეიძლება ჩაიკეტოს, ვიღაცამ პირიქით ჩხუბი დაიწყოს, მაინც ინდივიდუალობასთან დავდივართ. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კი მესმის, რომ რაოდენობრივად თუ შევხედავთ, სტატისტიკურად თუ შევხედავთ, ძირითადად ერთნაირად გამოხატავთ ადამიანები ემოციას, თუმცა მნიშვნელოვანია კონტექსტის და პიროვნების გათვალისწინება, იმიტომ რომ ხშირად მინახავს ესეთი ადამიანები, რომლებიც სევდას სიცილით გამოხატავენ და ანუ რაღაცა ისტერიულ სიცილში გადასდის და ესეც ძალიან ბუნებრივია, ხო? ანუ პროცესი, მისი ემოციის გამოხატვის პროცესის ნაწილია. შენ ახსენე მაგიდის ატრიალება, ხო? ზოგიერთი ძალიან აფექტურად გამოხატავს ამას და უჭირს ემოციების რეგულაცია. ხშირად გამიგია ხოლმე ადამიანებს ესეთი ფრაზა, რომ აი ძალიან ემოციურია. ემოციური ყველანი ვართ. არ არსებობს ადამიანი, რომელიც ემოციას არ გამოხატავს. უბრალოდ მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, როგორ გამოვხატოთ ეს ემოცია სწორად, ხო? აი არ მინდა რომ მე დამოვიწყდეს და გონი შეგაწყვეტინე. არა, აი ემოციის გამოხატვაც შესაძლოა იყოს დასწავლილი ბავშვობიდან, რა თქმა უნდა, ვერ გავექცევით რა, ესე რომ ვთქვათ, რაღაცეებში და ბევრ რამეში ბავშვობის დროინდელ ბავშვობას ვერ გავექცევით, როგორ ყალიბდება. აი ზოგი ადამიანი ასე ვთქვათ, იმეორებს იმ ფორმას, რა ფორმითაც მიეცა საშუალება ემოციების გამოხატვას. აი მაგალითად, ემოცია, ვთქვათ, სევდის დროს ტიროდა და ესე გამოხატავდა და უგნევდნენ, რომ ნუ ტირი, არ შეიძლება, ბიჭი ხარ და ტირილი არ შეიძლება, გოგო ხარ და მაგრამ მაინც არ რა გატირებს. და აი ფაქტობრივად ემოციის ბუნებრივად გამოხატვის რა ფორმაც ჰქონდა, იმას უზღუდავდნენ და ფაქტობრივად დასწავლილი გაუხადეს ემოციის გამოხატვის ფორმა და შესაძლოა ამ ასეთ დროს მე ვფიქრობ, რომ ვერ იცი ემოციას გამოხატა, მაგრამ ბუნებრივად ემოციის გამოხატვა ხო რაღაცა შინაგანაში დაცლას რო ეძახით, აი ბიჭუბე და დავიცალიან, იმდენი ვიცინე რომ აი რაღაც. თითქოს მაინც ემოციის გამოხატვა როცა დასწავლილი ფორმით ხდება, ალბათ მაინც უფრო ესე შვებას ვერ იღებ და დასწავლილი ემოციებიც ბევრი გვხდება. როცა მე მაგალითად ეხა შეიძლება დაღლილობისგან მინდოდეს რომ ვიტირო, პირობით კარგი ხდება ყველაფერი, უბრალოდ ბედნიერებისგან ვარ დახლილი. მაგრამ და აი არ ვიტირ, პირობითად ჩემ თავზე არ ვამბობ, მაგრამ და აი არ ვიტირებ, იმიტომ რომ მე მახსოვს, რომ აი კარგი გოგოები არ ტირიან, ან ბიჭი ვარ და ტირილი არ შეიძლება და ან უბრალოდ ვიღაცა წუხდება ხმამაღლა ტირილისგან და ჩემში უნდა თავისში უნდა ჩაიკლას ადამიანმა ეს და აი ბევრი რამდენი ეს ასე ვთქვათ მოგუდული ემოციები ესე რომ ვთქვათ ვერ გამოვლენილია, რაც მე რამხელა სულ გავლენას მოახდენს ადამიანს. კი ბატონო, ძალიან საინტერესო რაღაც ახსენე, იმიტომ რომ თუნდაც ბრაზზე ხშირად არის რა, რომ რაღაც მომენტში ბავშვი ბრაზობს, შეიძლება მშობელმა ყურადღება არ მიაქციოს და მე უწევს ექსტრემალურად ამის გამოხატვა და მე უკვე ამბობ რომ ბრაზის ერთი სირთულეები აქვს, ხო? რაღაც კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია თქვათ, რომ ამ ბავშვის განვითარების ყველა ეტაპზე, მათ შორის ემოციური განვითარების ეტაპზე ძალიან მნიშვნელოვანია იმ მომენტში მშობლის, ბებიის, ბაბუის, ანუ ვინც არის ეს caregiver, რაღაცა სწორი ჩართულობა და მიმართულების მიცემა. და ხშირად არის ხოლმე ესეთი მომენტები, როდესაც კონკრეტულად ყურადღების მიქცევის მიზნით არის ესეთი ბრაზიანი, ვთქვათ, ჭყალებში, როგორც ეძახიან ხოლმე და ამ ბრაზის გამოხატვის ეს ექსტრემალური მეთოდიც სწორედ იმიტომ მაიქჩე, რომ სხვა გზა არ ქონდა. მე გავბრაზდი, არ ესმოდათ და ტირილიც არ შეეძლო ხანდახან არის ხო კულტურულად ბიჭებზე ხშირად უფრო არის, რომ გოგოებზეც არის ასევე სტერეოტიპულად რაღაცები. ეს სხვათა შორის ეს არ მივესალმები ამას, მაგრამ ემოცია რატო შეიძლება გამხდარიყო სქესის მიხედვით დაყოფილი? ამას რო ხდება ეს ხო ემოციაა და ყველა ადამიანს განურჩევლად სქესისა გვაქვს თანდაყოლილი. ანუ თუ არ არის ეს თქვათ ტირილი მამაკაცისთვისება, არ ექნებოდა ბუნებრივად ფუნქცია ტირილის და რადგან აქვს ესენი, როცა საჭიროა, ხან სიხარული გამოხატავს, ხან ან ტირილით, ხან დაღლილობა და აი მართლა როგორი წნეხი არის, ხო? რომ გინდა გააქვს ეს ემოცია და არ შეგიძლია რომ გამოხატო. ანუ ხა შეიძლება თქვი ძალიან საინტერესო რაღაც თქვი ანუ რეალურად ემოცია რაღაც კუთხით გამოხატვა ემოციის სქესის მიხედვითაც განსხვავდება, ხო? სევდის დროს კაცმა არ უნდა იტიროს, მაგრამ გოგომ არ უნდა იყვიროს და არ უნდა იჩხუბოს, ფემინურობა უნდა შეინარჩუნოს, აი ბოლომდე. იმის მიუხედავად, რომ გამოსულია მდგომარეობიდან. კი ბატონო, რაღაცა ემოციური რეგულაციის არასწორ ფორმას ვასწავლით რეალურად ამ სიტუაციაში და ხო, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მე უკვე გვიწევს ხოლმე ბრაზზე, როცა თქვი და ბავშვი როცა ახსენე, რომელიც რაღაცნაირად
თავიდან არ იყო მოსმენილი და გაგებული მისი ემოცია, მაგ დროს უკვე რადიკალური ფორმებით რო გამოხატავს, უკვე გება ის მომენტი, რომ უჭირს ემოციურ რეგულაცია, ხო? და არა და ემოციურ რეგულაცია ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ თუნდაც ახლა დასრულ ადამიანებსაც ძალიან ბევრს ასა წარსული გამოცდილებიდან გამომდინარე, ჭირთ ხოლმე რომ იმედად აფექტურები არიან რაღაც მომენტში და ვერ მართავენ ემოციებს, რომ პირველ რიგში თავის თავს ნებენ, ეს ამნიშნულოვანი. რაღაცნაირად მე ნანობენ, ხო? მაგალითად ახლა უფრო გასაგები რო იყოს ეს ემოციურ რეგულაციის მომენტი, სამსახურის მაგალითი რო ავიღოთ, ვიღაცამ არასწორად რაღაც გვითხრა. ხო? პირველი რეაქცია შესაძლოა გონებაში გქონდეს, ახლა ავატრიალებ ამ მაგიდას და რაღაცა ხელებს დავაბრახუნებ, მაგრამ ემოციურ რეგულაცია არის ის, რომ შენ ჩერდები ხარშავ, აანალიზებ, იაზრებ, როგორ მიაწოდო სწორი ფორმით, რომ იყო მოსმენილი და გაგებული. და როგორ შეეფერება ამ სიტუაციას და კონტექსტს, რომ შენი ემოცია ახსნა. კი, ანუ შედეგზე ორიენტირებულად ისე იქცევი, რომ შენთვის სასურველი შედეგი მიიღო. კი ბატონო, რეგულირებული, მანდიდან მოდის, ხო, რაღაცა დარეგულირებ ამ შენს ემოციას. ოღონდ ეს არნიშნავს ვარ გამოხატავ, ხო? კი არ ჩაიკალი გულში, ხანდახან ეგრე ესმის ხოლმე ადამიანს. კი არ გაჩერდი, გაჩუმდი, არა, თქვი, უბრალოდ სწორი ფორმა არჩიე. ანუ აი ცუდად კერძღეს ჩაკალი აფექტი. აფექტი ყოველთვის ცუდი არ არის, ხო? აფექტი ხანდახან ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, იმიტომ რომ აფექტურად რაღაც შეიძლება ისეთი ემოცია წამოვიდეს, რაც რაღაცა სასიამოვნო სანახავია, ხო, გაგვიხარდეს უცბად რაღაცა, ან სურვილი წამოვიდეს ისეთი პირობითად, ხატვარს კონდეს უცბად აფექტური სურვილი, რომ შექმნას ულამაზეს ნახატი და საერთოდ არა აფექტი ცუდი ან უარყოფითი პირიქით. უბრალოდ უნდა ვიცოდეთ კონკრეტულ სიტუაციაში მისი მართვა, რომ არ გვავნოს და მერე სანანებელი არ გახდეს, ასე ვთქვათ, ხო? ეს ემოცია საყურადღებოა ხოლმე, თუმცა უკვე უშუალოდ აფექტის მდგომარეობაში როცა ხარ რთულია ეგ აკონტროლო. კი ბატონო, ხო. და ხშირად არის ხოლმე რომ მაინც ბავშვი არის აფექტური და რეალურად ესე არა ხშირ შემთხვევაში დასრულებსაც გვიჭირთ ხოლმე მაგის თქმა მინდოდა რომ ხშირად არის ხოლმე ჩემ პრაქტიკაში რომ მშობლები მოდიან იმით რომ აი მოდი რეგულაციაში დავეხმაროთ რეგულაციაში არ მოდი დავეხმაროთ ბავშვს რომ უფრო უკეთესად მართოს ემოცია. და როდესაც ჩვენ ვიწყებთ ხოლმე მუშაობას ანიმოტერმიაში სიღრმისეულად ემოციაზე, თეორიიდან, საიდან მოდიან, რა არის ემოცია ჯერ უნდა ვასწავლოთ, ხო? ეს ძირითადი ემოციები რა არის? მე მიმიკები როგორია ამ დროს? ქცევა როგორი შეიძლება იყოს, რა კონტექსტში რომელი ემოცია, მე გადავდივართ რეგულაციაზე და ეს უკვირთ ხოლმე, იმიტომ რომ რა თუნდა ამდენი ეგრევე უნდა დაიწყო რეგულაციაზე. არა და რეალურად სიღრმისეული საკითხია და ძალიან მნიშვნელოვანია რომ რა თქმა უნდა ბავშვის გასაგებენაზე, მაგრამ მაინც საკმაოდ სიღრმისეულად ახსნა. კი, აქ აი შენ მასწავლა გამახსენდა რომ ბავშვს აქვს უნარი რომ გაიგოს ყველაფერი. ყველაფრის გაგება შეუძლია თუ შესაბამისად აუხსნი, რა თქმა უნდა ჩხუბის გარეშე და ძალიან ზრდასრული ტერმინების გარეშე. და ყველაფერი შეიძლება მის იასაკის შესაბამისი ტერმინოლოგიით რომ მივაწოდოთ, გაიგოს. ასე რომ გაგების პრობლემაზე მეტად ალბათ უფრო ინფორმაციის მიწოდების პრობლემა დგას ხოლმე უფრო მეტ წილად, რა თქმა უნდა, ეხლა ყველა შემთხვევა არც ვიცით და ყველას ზოგიერთი მასშტაბით ვერც განვიხილავთ, მაგრამ არის ხოლმე ესეც, რომ ბავშვია რა უნდა გაიგოს, გაიგებს თუ შესაბამისად გავუტოლდებით, მის ასაკში წარმოვიდგენთ თავს და თანატოლივით, თანასწორივით დაველაპარაკებით და არა ეგრე არ შეიძლება რაღაცა ესე. ხანდახან მშობლებს და არა მარტო მშობლებს, მათ შორის მასწავლებლებს შეება ჩვენს ქონდეს ეგეთი მომენტი, რომ ვიფიქროთ, რომ რაღაცას ვერ გაიგებს რა უხსნით. არა და ყველაზე მნიშვნელოვანია ვერბალიზება ხო ამ მომენტში, რომ შევეცადოთ მაქსიმალურად გასაგები მისთვის მისი ასაკობრივი კატეგორიისთვის გასაგები ენით. მაგრამ ავუხსნათ და ძალიან საინტერესოა და სასიამოვნოდ გავოცდებით ხოლმე, როცა ხვდებით რომ ძალიან კარგადაც გაიგო ყველაფერი. ზოგადად მნიშვნელოვანია ლაპარაკი ბავშვთან პირველ რიგში, ხო, ახსნა ყველაფრის. ხშირად ცნობენ ბავშვები კითხოს რატომ? აი ჩვენ ვეუბნებთ იმიტომ. ხო. ძალიან ცუდი პასუხია ალბათ. ხო, ყველაზე ცუდი პასუხია იმიტომ. განსაკუთრებით სვამენ ამ კითხვას ალბათ უკვე 2 წლის, 3 წლიდან, ალბათ უფრო 6-8 წლის განმავლობაში.
მე მახსოვს, მე მყავს პატარა ძმა. ეხა კი არის 7 წლით არის ჩემზე პატარა, ეხა კი დიდი არის 25 წლის არის, მაგრამ ნუ პატარები როცა ვიყავით, პატარა იყო და ძალიან კარგად მახსოვს მისი განვითარების ეს პროცესები და 1-3 წელი სულ მახსოვს, რომ ყველაფერს ეკითხულობდა, რატომ და არ ვიცი, დედა ჩემს რა ნების ყოფა ქონდა და მაგრამ ყველაფერზე ეს დაუწვრმანებდა ხოლმე და პასუხობდა. ეს ამიტომ, მაგრამ აი ეგ მახსოვს, რომ 1-3 წელი კითხვა რატომ ძალიან აქტუალური იყო და ჩემი პირველი შეხება მაგასთან ეს ალბათ უფრო გამორკვევის. აი ეს აქ რატო კიდია, ეს აქ რატო დევს, ყვავილი წითელი რატო მოისხა და არა სტაფილოსფერი და აი ყველაფერში და მაგ დროს ალბათ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ იცი მე რას ვფიქრობ, რომ თუ ისეთ პასუხს გასცემ, რაც მე ბავშვს აფიქრებინებს, რომ ისი ეს ცნობის მოყვარეობა და ინტერესი მიუღებელია გარშემომყოფებისთვის, შეიძლება შეწყვიტოს ამ კითხვის დასმაც, რადგან პასუხს ვერ იგებს და აღიქვავს თავს როგორც შემაწუხებლად. აი, არც 100-ჯერ რო იკითხავს და არ უპასუხებთ, ან თქვათ მასზე პასუხისმგებელი დასრული, სავარაუდოდ იფიქრებს, რომ შემდეგზეც ვეღარ მიიღებს პასუხს, ან იფიქრებს, რომ არასასურველია და შესაძლოა ასე თქვათ ცნობის მოყვარეობის ის ფაზა, სადაც უნდა შეითვისო, შეისწავლოს რაღაცეები და ვის კითხავს, ხო? კითხავს 3 წლის ბავშვი ვის საუსვავს, ალბათ უფრო ოჯახის წევრს და არა გამვლელს. შესაძლოა ჩვენ ხელი იმას უფროსებმა იმასაც შეუშალოთ ხელი, რომ მისი ცნობის მოყვარეობა და ის განვითარების სტადია, როცა კითხვა რატოზე მიღებული პასუხებით უნდა შეივსოს ცნობიერება, განვითარებაში შევიდეს, ჩვენ შევუზღუდოთ. კი ბატონო, კი, ნამდვილად ესეა, ძალიან საინტერესოდ და სწორად მსჯელობ და ეგ ემოციებსაც უდგება ძალიან კარგად, იმიტომ რომ თუ იკითხავ ბავშვს, თუ შენ ეტყვი რომ ბიჭები არ ტირიან და იმას გაუჩნდება კითხვა რატო